I'm German Homelos. I drink coffee and I know things. 21 ეპიზოდის თემა არის რატომ არ არსებობს უაზრობა. შეიძლება ხშირად გვეფიქრება ხოლმე, რომ აი ეს რაღაც კონკრეტული მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში რა უაზრობა იყო, არ უნდა მომხდარიყო, ან რაღაც საქმეში ამდენი შრომა, რა უაზროდ ჩავდე, რა უაზრო იყო ამ და ამ ადამიანთან ჩემი ურთიერთობა, საუბარი, კამათი, მეგობრობა, იქ რატომ წავედი, უაზროდ დავკარგე დრო და ასე შემდეგ. მხოლოდ იმიტომ, რომ რამისგან თვალსაჩინო სარგებელი ვერ მივიღეთ, არ ნიშნავს იმას, რომ უაზრობა და ამაოება იყო, არადა ეს ვითომ გაუფასურებული მომენტები და შრომა სინამდვილეში იმხელა მასშტაბის როლს ასრულებენ ჩვენს ცხოვრებაში, მის გაუმჯობესებაში, ჩვენს განვითარებაში, ვერც კი წარმოვიდგენთ. რაღაც მიზანი რომ გვაქვს და ერთხელ არ გამოვიდა, ამან მეტი მუღამი მოგცა. მეორედაც არ გამოვიდა, უაზრო ჩანს, ხო? მაგრამ ეს არის საფეხურები, რომლებიც გასავლელია და ვერ გადააბიჯებ, ვერ გადაახტები ამათ. მესამედაც არ გამოვიდა და მეოთხედ გამოვიდა უკვე. ან რაღაც დროით ყავდა მომწამლელი ადამიანი, მეგობრად, რომელსაც მთელი ეს დრო ჩვენი შურდა, გუმტრობდა, არ უყვარდით პიროვნულად და თურმე ძალიანაც ცდილობდა ჩვენს მოშორებას და ამ სიძულვილის მინიშნებას. ამ პირიქით დარჩენას ცდილობდა და ზურგს უგან ჩვენს დაზიანებას. და როცა ეს ყველაფერი გავიაზრეთ, ვამბობთ, რა ტყუილად და უაზროდ მეგობრობდი ამ ადამიანთანო, რისთვის დავხარჯე დრო, მე როგორ მიყვარდა და მას ჩემი ერთი წარმატებაც არ გახარებიაო, რაში დავხარჯე დრო იმასთან, ვისაც ვძულდიო. ძალიანაც სწორ ადამიანთან დახარჯეთ დრო. დიახ, ასეთი რამეები საჭიროა. ასეთი ადამიანები გვჭირდება. ისინი შესანიშნავი გაკვეთილები ხდებიან, თვალსაჩინო ნიმუშები ხდებიან იმის თუ როგორი არ უნდა იყოს ადამიანი, მეგობარი, ახლობელი. ასეთ ნიმუშებს რომ ხედავთ, იგივეს ხომ აღარ გავიმეორებთ. ამან ასე რომ გვადგინა გული, მათსავით ხომ არ გავბაროტდებით და ხომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სხვა ადამიანები დავიცვათ ასეთი ტკივილისგან და ასეთი ადამიანებისგან. ანუ თუ უკვე გადახტათ ასეთი ამბავი, ჩვენ როგორც საჩუქარი, ისე შევალთ მათ ცხოვრებაში. როგორც ბოდიში ცხოვრებისგან. რომ აი ადამიანო, შენ გადგინეს გული და აი ეს ადამიანი რომ გაიგო როგორია ნამდვილი მეგობარი, როგორია კეთილი ადამიანი გვერდით. ასე რომ არაფერი, არც ერთი ადამიანი, არც ერთი შეცდომა, არც ერთი შრომა, არც ერთი წუთი და დღე არაა უაზრო და ამაო, რომელიც წარსულში გადაგხვდა. ყველა მათგანი იყო გაკვეთილი, აუცილებელი და საჭირო გაკვეთილები.